დაგვიბრუნეთ საკუთრება ჩვენ წაგვართვა საკუთარი მიწები ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის წინ აქცია გაიმართა. გონიოში მცხოვრები 271 ოჯახი მიწების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მათივე განცხადებით 2009 წელს მთავრობამ უკანონოდ ჩამოართვა. გონიოს ციხის მიმდებარე 120 ჰექტრამდე ტერიტორიას ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ. მათი განცხადებით ეს მიწის ნაკვეთები შემოსავლის ერთადერთი წყაროა. აქციაზე შეკრებილი მოსახლეობა აჭარის მთავრობისგან იმ დანაპირების შესრულებას ითხოვს, რომელსაც ისინი არჩევნებამდე იძლეოდნენ. აქციის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოგვიანებით დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც ესწრებოდა. მისი განცხადებით, მთავრობის წევრებმა საკითხის გადასაწყვეტად 15 დღიანი ვადა ითხოვეს, რომლის ამოწურვის შემდეგაც გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქციები. მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. პირად საუბარში კი აცხადებენ, რომ საკითხი მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გადაწყდება. მოვედით აქ ჩვენი საკუთრების დაბრუნებაზე და იმ დანაპირებზე, რაც დღევანდელმა ხელისუფალმა დაქმნიდა არჩევნების წინ. ისინი გვეუბნებოდნენ ჩვენი მოსვლის შემთხვევაში იწართმეული უკანონოდ მიწები, რომელიც ნაციონალებმა ჩამოგართვეს, დაგიბრუნდებათ. ჩვენ ველოდით დღემდე გავიდა წელიწად-ნახევარი, არანაირი დაპირება ჩვენამდე არ არის ჩვენს სასარგებლოდ, არ შესრულდა ეს დანაპირები. ჩვენი ერთადერთი წყარო რომ ვიცოცხლოთ და სული გავიტანოთ ამ ქვეყანაზე არის მიწა. თითქოს 2 წელიწადი გავიდა. არავით არის რაღაცა, არავით არის ხალხთან რაღაცა ან მოსლა ან ელემენტარულად რაღაცის თქმა, რომ ან ერთ თვეში იქნება, ან 2 თვეში იქნება. ეს ერთადერთი ოჯახი რო გვერჩინე, ეს მიწები იყო ყველაფერი რო წაგვარდა. ეგიც წაგვართვეს დღეს ხვალ და ეხლა არ გვიბრუნებენ და საერთოდ რა ხდება ვერ გავიგეთ. საერთოდ ეს რაღაცა უბრალოდ ექსპერიმენტი ტარდება, რამდენ ხანს გაუძლებს ეს ხალხი ასე უმუშევარი და იმ შემოღობილში წავართვა და რა არის ვერ ხდება. ჩვენ შევხვდით აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს და აღმოჩნდა, რომ ეს გონიოს მიწა ყოფილა საქართველოს მთავრობის საკუთრება და აქ უკვე აჭარის მთავრობა სამართლებრივად უძლურია ამ პრობლემაზე რამე პასუხი გაგვცეს. ამიტომ ჩვენ გვითხრეს, რომ უკვე კომუნიკაცია შედგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს შორის და 2 კვირის თავზე უკვე ჩვენ გვეცოდინება პოზიცია საქართველოს მთავრობის ან დადებითად ან უარყოფითად.